1995 წლიდან გვაქვს ეს შერეული ორთაბრძოლების კლუბი დაფუძნებული. ამ პერიოდში რაღაც თითქმის ეს არ იყო მაშინ მოდაში და ჩვენ მოვარჩევდით სამსახეობაში. აი ეს იყო აიკიდო იყო მაშინ პოპულარული, მის სპეციალისტიც ვარ. ხრიდოლი, ქართული საბრძოლო ხელოვნება და კარატეს სახეობებს ვარჩევთ ერთად. მე და შემდეგ დაიწყო ამ ბუმი შერეული ორთაბრძოლების, ამ ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუს გრეპლინგის და ამჟამად უკვე 2018-19-დან უკვე ვართ მოღვაწეობთ ამ საკითხს. საკუთრებით როდესაც დვალიშვილი და ფთოფურია გახდით ჩემპიონები, ძალიან ბევრი მოდის და მსურველები. მაგრამ უფრო მოდიან დასული ადამიანები. გოგოებიც იყო მსურველები, მაგრამ ანუ თითოეულ როლა გოგო დადის. ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუს ფედერაცია ყოველ ორ თვეში ატარებს შეჯიბრს თბილისში. და თითქმის მონაწილეობს. ჩვენ რაც გავერთიეთ უკვე 5 შეჯიბრზე ვართ ამყოფის. ერთი წელიწადია რაც გავეწერდით და ახლა 16-ში 16 მარტს გვაქვს კიდევ შეჯიბრი და ვებზადებით. ამდენ ხანს დამწყებები ვიყავით და მეორე მესამე ადგილები მოგქონდა, ახლა სურვილი გვაქვს რომ ჩემპიონებს ავიღონ ინტენსიურად ვებზადებთ, რომ 16 მარტს მოხდეს გარდატეხა და ჩემპიონი ჩამოვიყვანოთ ამ ქუთაისში. ისე პირველად 95 წელს ჩატარდა კლასიკურ ჯიუ-ჯიტსუში. ეს მაშინ არ მომარიცო და ქუთაისელი ალეგო შალვაშვილი ვარჩევდა ჩემთან, რომელიც გახდა მაშინ პირველად ჩემპიონი. და ეს ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუ შემდეგ წამოვიდა. პანდემიის შემდეგ ცოტა ჩავარდით პანდემიის დროს. მანამდე კარგად მივდიოდით 2018-19 წლებში და მე 3-4 წელიწადი გავგვიჭირდა ძალიან. თითქმის 2-3 მოსწავლე მყავდა და 1-2 წელიწად დაკეტილიც ვიყავით. და ახლა 2020 წელს აი სექტემბრიდან დაიწყო ახალი ბუმი რომ იყვნენ და შეგვექნა ახალი ჯგუფი და მარშრუტს. თაგორა ამბობდა რომ არსებობს რომელიც ასევე ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა. სპორტსმენი იყო და გამარჯვებული არის პლატონთან ერთად. ის ამბობდა რომ არსებობს 3 ტიპის ადამიანი. ერთია რომელსაც შეუძლია კრივი, მეორე რომელსაც შეუძლია ჭიდაობა და არსებობს უნივერსალი რომელსაც ორივე ერთად შეუძლია. აი ეს სახეობა არის ასეთი ადამიანებისთვის პირველ რიგში. ვისაც შეუძლია ერთად კრივი და ჭიდაობა. გენეტიკურად არის ადამიანი რომელსაც მაგალითად თუ შეუძლია დარტყმები აწარმოოს, აი ჭიდაობა არ ვერ იხერხებს. ან პირიქით. აქ ვინა ისეთი ხალხი რომელსაც ორივე ერთად შეუძლია. რომ ორი ადამიანი როდესაც ჭუბობს ორთაბრძოლაში იგებს ყოველთვის ვისაც კარგი პარტნიორი აქვს. და ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუ გრეისების კლანი იყო აქედან წამოვიდა. და აი მაგალითად ძიუდოში სამბოში ვარმაში მალი აყენებენ და იმდენად პარტნიორი არ არის განვითარებული. და პლუს კიდევ პარტნიორში აქ დარტყმებიც მოდის, კრივში ახლა ვიცით რომ გომში არის მარტო აქ კიდევ აშერეული ან უნივერსალური არის. რაღაც სხვანაირად მიმტევებელიც ხდები ის არის, ანუ ჩაგვრელი ადამიანი აქედან გამორიცხული რომ გამოხვიდე. იმდენად საკუთარ თავზე როდესაც ცდი, იმდენად კინეულები, მარჩობელები ეს დარტყმები აი სხვა ადამიანის დაჭერა არ მოგინებთ. მინდა რომ აი ჩვენი ბიჭებმა უკვე ესე დაიმკვიდრონ ადგილი ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუს ნაკრებში, რომელიც ვერ მსოფლიო ჩემპიონატებზე მიზეზი გავალ და ასევე MMA-ში არენაზე გავიდით, მოიწვია. ცოტა ფთები გავშალოთ. ცოტა დიდარბას და იმას ვერ ვქირავობს, ზვირიდება და ჯერჯერობით მასე ან სპონსორი არ აქვს და ახალ ფეხადგმულები ვართ, რომ იტყვიან. ეს არის შეიძლება ითქვას პრობლემა ცოტა ფინანსური და მენეჯერული სიტუაცია. ძირითადად ამ სპორტს სერიოზულად უყურებ, პროფესიონალურად და მისავადი სპორტსმენი ალბათ ილია თოფური არის. მესამე ადგილი მაქვს საქართველოს ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუს შეჯიბრზე. ზოგადად 6 წლიდან ვარ ჯიშობ. ამ სპორტზე გავიგე დაახლოებით 13 წლის წინ, მაგრამ დამინტერესდი წელიწადნახევრისა და იმაშინო შემოვედი. დაინტერესება იყო ქართველი სპორტსმენების წარმატება ამ სპორტში და ამ სპორტის რეალიზება მოხდა საქართველოში და აქედან გამომდინარე დავიწყე ამ სპორტში მოღვაწეობა ასე ვთქვათ. მე პირადად ძალიან ბედნიერი ვარ სპორტით, იმიტომ რომ სპორტი აუცილებელია ახალგაზრდა თაობისთვის, ჯანმრთელები იყვნენ ძლიერები, არა მარტო ფიზიკურად, მენტალურადაც. ჩემი თავი აქ დავინახე და აქ ვშვიდები ასე ვთქვათ და ამ ხალხთან ერთად ყველაფერი ისე როგორც უნდა იყოს. ამ სპორტით დავინტერესდი დაახლოებით წელიწადნახევარია, თუმცა თავიდან ჩემ კარიერას დავიწყე ჭიდაობით, მაგრამ ამ სპორტმა უფრო და უფრო მიმიზიდა ქართველი მებრძოლების გამო და
ზუსტად ამის გამო ნახე ეს დარბაზი და ახლა ძალიან ჩაუღრმავდი ამ სპორტს და საკმაოდ საინტერესო და კარგი სპორტი.